საყვარელიძეს, შოთას, უახლოეს მეგობარს ვთხოვო, წარუძღვეს დღევანდელ შოთას ახსენების საღამოს. დიდი მადლობა. ყველა კეთილი თვისების მატარებელი კაცი იყო და შოთა იამანიძე ყოველთვის იყო სიცოცხლის განსახიერება. მე მინდა აი თუ ის დღე 25 წლისი იყო მხოლოდ წრემლის დღე, ოჯახის სახელით, მეგობრების სახელით, ყველას გთხოვოთ, რომ დღეს ჩვენ ვიზეიმოთ შოთას დაბადების დღე. ვიზეიმოთ. და ამიტომაც პირველი სადღეგრძელო მე მინდა შემოგთავაზოთ უკვდავებისა იმ ქვეყნის, რომლის რაინდი, გულშემატკივარი და საოცარი მსახური იყო შოთა იამანიძე. მოდით საქართველოს სადღეგრძელოზე დავიწყოთ დღევანდელი დღე და დღევანდელი შეხვედრა. აუმარჯოს საქართველოს ხალხო. მინდა ყველას მოგილოცოთ ის დღე, რომ ცოტახანი სულ 35 წელი, მაგრამ ამ ქვეყნად იმას ზღაპარი კაცი, ჩვენი შოთას სახით. და უნებას მომცემთ ერთ პატარა წერილს საგიკითხავთ. მის გარეშე გადის წლები და მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ ნელდება. არ ქვეყნის გულშემატკივრობისა და სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარე კაცობის განსახიერება იყო. ასეთად და რომელსაც გადმოაცდევინა შოთა 60-იანი წლების თბილისის დინამოს კაპიტანი, ფეხბურთელი, დინამოს პირველი ჩემპიონობის შოთა იამანიძის დატოვებული კვალი ის ხივია, რომელიც დღესაც უნათებს გზას ქართულ სპორტს უკეთესი მოვლისაკენ. დღეს შოთას დაბადებიდან 60 წლის თავია. ჩემთვის დაუვიწყარია ერის ღირსეული შვილის სახელი. ქეთს ვიხრი მისი ნათელი ქსოვნის წინაშე. ედუარდ შევარდნაძე. მე ვფიქრობ, რომ ამ პატარა წერილშიც შესანიშნავი კაცი ჩვენი შოთას. მოდით
გადაშამე. იმაზე მოიყვანი აქ მესხის იმაზე დავაჯინე, მაგრამ მომიხვდი და ეს ავტოს გუწია. შენი გაიგებს რა? არა. აი ის და ბატონებო, გვერი ნება მე მინდა რომ ერთი კაცის ჩვენი აი სახელოვანი პერიოდი ჩვენი ცხოვრების და ჩვენი დინამოსი ყველას გქოვდით და თუ შეიძლება ეს მოგიძლია ილაპარაკო ადამიანი ახალგაზრდობის მრავალი წელი ვაკავშირდება. ძნელია ისაუბრო შოტაზე, როდესაც მას დღეს შეუსრულდებოდა და ის გვერდში არ არის. გამიხსენეთ ჩვენი ახალგაზრდული მოღვაწეობის პერიოდში. 61 წელი იყო. შოთა ყველა თამაშს კარგად თამაშობდა, მაგრამ ყველა წაგებას ძალიან დავთქვით რომ ვითამაშოთ 5-მდე. 5-მდე მოუგედა. სხვათა შორის მე ძალიან სუსტად თამაშობ და დავწეკი და დავიცი. ხედავ ხამის 3 საათია და ვიღაცა მაღვიწევს. ადექიო და ხედავ ბოთლი უჭირავს. შედეგი შეიძლება მე თამაშობ. მე ვთხოვდი ჩვენს ცნობილ ჟურნალისტს ბატონ თამაზ ევანოიძეს კარბატონებო და ბატონებო, მადლობელი ვარ ასეთი შესაძლებლობისათვის, ასეთ საზოგადოებასთან შესაძლებლობა რომ მეძლევა ვილაპარაკო ისეთ ფეხბურთელზე, ისეთ პიროვნებაზე, როგორიც გახლდათ შოთა იამაიძე. დღევანდელ ნომერში გაზეთისა საქართველოს რესპუბლიკა გამოქვეყნდა ჩემი პატარა წერილი, რომელსაც ქვია ერთი პირველი საგანი იყო. ვისაც ასეთ განათლულ ლექსად მიყოდი ხოლმე შინაურ წრეში. დიახ, შოთა იამაიძე როგორც მიხეილ მესტანს ვამეტრებს, ოღონდ ჩემს თვალში დაპირისპირებით თამაში, დირიჟორი, და შევხვდე
როგორც ინტელექტუალი როგორც ესთეტიკი როგორც ლიბერალური მათემატიკა მისი სიკვდილის მანერას მომწონს რაღაცნაირი გოღმანა სიკვდილის შოდა Samositris Shota Yamandes. Atalveli Molodins, Pulti, Dasseirnovdi, Midi Shota, Hollandis, Welasev Virodi, Shanisulis Zek Midan, Smeni Tavse Pialas, Pulti Pextegeti da Tams Damtsveliana. Trevandeli, Meram Sus Absus, Vertsnov Sauba, Tavatmebi Eronus, Kvelashens Mozraubas. Nagli Katsis Sitwavit, თქვენ არავინ არ გავდათ. თქვენ რომ მაშინ იყავით, ის დრო წავსულ ჩაბარდა, ტანში გამაჟრიალა, ძველი დროის წადილით, ის თამაში კი არა, ბრძოლა იყო ნამდვილი. საქართველო ბიჭებო სულხანა სიყვარული სულხანა სიხარული სერჩამოდის სიდარო საქართველო სადიდებლად გამარჯვება გამარჯვება დინამო დინამო ერთხელ დინამო 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 ამ უმწკინვალეს ფეხბურთელებს პირველი დიდი სიტყვა შეეტანათ ჩვენი ქართველი. ჩვენ ბასოს 53 წელს ისინი გაყო ჩემს საგან კარგობა. მაგრამ მე ორმაგ მიხარია რომ ჩვენი თაობის ფეხბურთელებს დიდი შეხვედრა დაუსმოთ. ეს პირველი დიდი სიხარული მოუწოდა ჩვენ ქართულ ფეხბურთს. მართო საერთაშორისო ლეგენდარული პლეიადა იყო. აი ამასთან ბატონი მიშა ეს საღამო გახდა. ის დაბადების დღეს აღნიშნავთ მხოლოდ და მხოლოდ ახარებით და სიხარულით და ბედნიერებით. და ამ დიდ ბედნიერებაში მინდა გითხრათ იმიტაც რომ ასეთი მწკინვალე კაპიტანი ყავდა. კაპიტანი რომელიც შეუდრეგელი იყო. როგორც მოგეხსენებათ თბილისის დინამოში ხშირად იყო მწვრთნელების სულა ანია კუჩინები, ბაჭანინები, ხალხები მოდიოდნენ, მაგრამ შედაიამენდე მარტო კაპიტანი არ იყო, ის იყო გუნდის შეჯილებაზე მითქოს ხელმძღვანელი და მწვრთნელების მინდორზე. გავალჯერ, როდესაც
იმედი. და ეს იმედი იყო ის, რომ დიდი გამარჯვებული გამოვიდოდა მინდვრის. იმ დიდი გზნობისათვის ალბათ თქვენ რომ არ ყოფილიყავით ის ოქრო ხალხი, ალბათ ჩვენი პლიანადაც ოქროთ ვერ შეივსებოდა. ღმერთმა დიდხანს და ბედნიერად გამყოფოთ ყველა. მადლობა დიდი, ასეთი გულთბილი სიყვარულისათვის. ალბათ 7-8 წლის უკან ჩემი შვილი ფეხბურთს თამაშობდა და ჩემი შვილის მწვრთნელი იყო გორია სიჩინავა. ხშირად დავდიოდი ხოლმე ამ თამაშებზე, ბავშვებსაც მივყებოდი ხოლმე, როდესაც ჰქონდათ ისეთ აბანაფერჯო ლაპარაკობდა, რა თქმა უნდა, ცხადია შოთაზედაც ვიტყოდით ხოლმე რამდენიმე სიტყვას. და მე არ მახსოვს, რომ მე შოთას სახელი მეხსენებინოს გორიასათვის და გორიას ცრემლი არ მოსულდა.
Შენზე გათავდება. შენზე გათავდება ხოლმე. არა, სწორი იქნება შენზე გათავდება თუ გათავდება. არა, მადლობელი ვარ. დაგემსო თვალები მაგრამ ზუსტად. თავი აქ ბავშვებია. გენერალ მიქელაძე ერთი არის წითელი დივანი კონვერტიდან ამოყოლეს ისი მადა ფართო ინტელექტი შიბლავდა და აკოებდა აი შოთა მე იმაშია რომ რაღაც აი ინტელექტუალურ მიმართულებას მისცა გასაბამდა შემდეგ უკვე ჩვენ მაგიტივე ოდიში სოფიტილა აკიასათელი დავასაკურესო ვიცეს უკაკულია საერთოდ მაგრამ ეხლა მიგონები რომ ბატონი ირაკი ემოცი და მე მივიქცე საერთოდ დაბურთის ბაზაზე და ერთი გრადებზე დაუწყო მანსია შოთა იაბადი ჩვენ დღეს მაინც 64 შოთა იაბადის გუნდს და მე რამდენიმე წელი რაღაც გარკვეული მიზეზის გამო არ არის დედა. ნება მომენტი რომ აი ვინც არ გვესწრება დღესაც ვისაც ვერ შეძლო რაღაც მიზეზის გამო აი ბიჭები იქ დინამოდა ვინ დღეს არ არის Seminare treba čovječa godina. Koji nije slavac kao stobi. Ako me zavodi isme kao uči. Pizzarari. Pizzarari. Već. Šoma svoj pedao. Usta grijanari da. Vodi tada si pićer kao umartio. Slavac kao stobi da. Armo indom, jak da
იმიტომ გეუბნები, მოდი მეთქი დამი. შენ ვერ მოგასწავლე.
შოთას გავა. შოთას გავა. აღარ